რაფაელის გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ მიქელანჯელო წერდა, რაც მას ჰქონდა როგორც ხელოვანს, ჩემგან ჰქონდა. ეს ერთი წინადადება თითქოს აჯამებს არა მხოლოდ მათი მეტოქეობის ისტორიას, არამედ მთელი რენესანსის დრამას. ეპოქისას, როდესაც შთაგონება თანაბრად კვებავდა გენიალურობას და ამპარტავნობას. მიქელანჯელოსა და რაფაელის მეტოქეობის ფესვები 1508 წელს ვატიკანში შესრულებულ ნამუშევრებამდე მიდის. იმ დროს, როცა მიქელანჯელო დაუღალავად მუშაობდა სიქსტეს კაპელის ჭერზე, ახალგაზრდა რაფაელი რომში ჩავიდა და მალევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება და აღფრთოვანება პაპის აპარტამენტებში შესრულებული ფრესკებით, რომლებშიც აშკარად იკითხებოდა მიქელანჯელოს გავლენა. მიქელანჯელოს გენიალურობაში ეჭვი არავის შეპარვია, თუმცა პაპ ლეო მე-10-ის რჩეული მაინც რაფაელი იყო. ალბათ როგორც მხატვრული ნიჭის, ასევე თავისი მომხიბვლელი პიროვნულობის გამო. იმ დროს, როცა მიქელანჯელო თავისი ბრაზითა და ჩხუბისთავობით იყო ცნობილი, რაფაელი ყველას ქარიზმითა და ელეგანტურობით იზიდავდა. ამბობენ, რომ მიქელანჯელოს განსაკუთრებით არ მოეწონებოდა საკუთარი თავის ხილვა რაფაელის ერთ-ერთ ცნობილ ფრესკაზე, ათენის სკოლა, სადაც იგი ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნის აზრით რაფაელმა გააიგივა ჰერაკლიტესთან, ბერძენ ფილოსოფოსთან. ჰერაკლიტე ცნობილი იყო როგორც ძველბერძნული ფილოსოფიის ყველაზე მძიმე ხასიათის, ფიცხი და უჟმური ადამიანი. რაფაელმაც სწორედ ამიტომ გამოიყენა მისი სახე სიმბოლურად. მან ჰერაკლიტეს მიქელანჯელოს იერი მისცა, რათა მნახველისთვის ცხადი ყოფილიყო მისი აზრები თავისი რენესანსული მეტოქის შესახებ. მაგრამ ალბათ მიქელანჯელოს ბრაზი ყველაზე მეტად მაშინ მოერია, როცა ერთ-ერთმა ელჩმა შეცდომით გამოაცხადა, რომ სიქსტეს კაპელა რაფაელმა მოხატა. სიქსტეს კაპელის დასრულება მიქელანჯელოს დიდების მომენტი უნდა გამხდარიყო, თუმცა მთელ ყურადღებას მისი მეტოქე, რაფაელი იპყრობდა. სწორედ ამ პერიოდში მოიპოვა რაფაელმა პრესტიჟული შეკვეთები, პაპების პორტრეტები და ფრესკები აგოსტინო კიჯის მდიდრული ვილისთვის, რომელიც დღეს ცნობილია როგორც ვილა ფარნეზინა და სხვა მრავალი. რაფაელი მიქელანჯელოს ერთადერთი მეტოქე არ ყოფილა. როგორც ჩანს, იგი თავისი ეპოქის სხვა გენიალურ ოსტატსაც, ლეონარდო და ვინჩისაც დიდი უკმაყოფილებით ეკიდებოდა. ბაზარი მოგვითხრობს ლეგენდარულ ამბავს მათი არტისტული დაპირისპირების შესახებ, როდესაც ორივე ფლორენციის პალაცო ვეკიოს მოსახატად მუშაობდა. მხატვრებს შორის ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ საბოლოოდ და ვინჩიმ ფლორენცია დატოვა და საფრანგეთში გაემგზავრა, რათა მიქელანჯელოსგან შორს ყოფილიყო. ალბათ ამ მხატვართა შორის მეტოქეობა თავიდანვე გარდაუვალი იყო. ისინი ყველა გენიად მიიჩნეოდა, მუშაობდნენ ერთსა და იმავე ქალაქებში, ეპოქაში და ხშირად მსგავს თემებზე. თუმცა მიქელანჯელოს რთულმა ხასიათმა ამ დაპირისპირებას დამატებითი სიმწვავე შესძინა. რაფაელისგან განსხვავებით, რომელიც მხიარული, შედარებით მსუბუქი და ლაღი ხასიათის გახლდათ, მიქელანჯელო ცნობილი იყო როგორც მარტოხელა, მრისხანე, ფეთქებადი ხასიათის ადამიანი, რომელსაც მუდამ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მფარველებთან და დამხმარეებთან. იგი ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო და ცხოვრობდა სპარტანული სიმკაცრით. იძინებდა ტანსაცმლითა და ჩექმებით, იკვებებოდა მხოლოდ საჭიროების გამო და არა სიამოვნებისთვის. რაფაელი სიცოცხლეშივე იყო დაფასებული. მისი შემოქმედება ღრმად ასახავდა ეპოქის სულს და გავლენა მოახდინა მომდევნო თაობების მრავალ მხატვარზე. მართალია, პრერაფაელიტები მას ნაკლებად აქებდნენ, მაგრამ თვით მათი სახელწოდება უკვე მიუთითებს რაფაელის მნიშვნელობაზე ხელოვნების ისტორიაში. თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ მიქელანჯელოს სახელი თითქოს ჩრდილავს კიდეც რაფაელის დიდებას. უფროსი ოსტატი უფრო და უფრო ხშირად განიხილება როგორც არამხოლოდ გენიალური მხატვარი, არამედ ასევე შეუდარებელი მოქანდაკე, რომლის შემოქმედებაც ადამიანური გენიის ზღვარს სცდება. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? გამიზიარეთ აზრები კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა მეტი შემეცნებითი შინაარსისთვის.